გიყვარდეს შენი თავი, ან შენი თავი საკმარისად არ გიყვარს. თქვენ ბევრჯერ გსმენიათ ასეთი და მსგავსი ფრაზები თანამედროვე ფსიქოლოგებისგან. თუ ქალმა ძალიან დაიწყო ამ თანამედროვე ფსიქოლოგიით დაინტერესება და თუ უკვე ძალიან შეყვარ, მაშინ მას ძალიან გაუჭირდება ადამიანურობის შენარჩუნება. იმიტომ რომ ადამიანურობა არის ისეთი რაღაცების კეთების ჩვევა, რაც უბრალოდ საჭიროა და სწორია. ან უბრალოდ ცუდი რაღაცების არ კეთება, იმიტომ რომ არ შეიძლება. თანამედროვე პოპულარული ფსიქოლოგია კი პირველ ადგილზე უშუალოდ ეგოისტური საწყისის კვებას აყენებს, როგორიცაა პირადი ეგო, პირადი სურვილები, პირადი საზღვრები, პირადი ემოციები, პირადი შეგრძნებები, ოცნებები, ფანტაზიები და ასე შემდეგ. ზოგადად ეს საკუთარი თავის შეყვარება იმ გაგებით, რა გაგებითაც გვთავაზობს თანამედროვე ფსიქოლოგია, არის ძალიან სერიოზული ავადმყოფობა. ყველა ადამიანი საკმარისად ეგოისტია ისედაც, მათ გაგებით ყველას ისედაც უყვარს თავისი თავი. მარტივი ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ. შენ ახლა ვინც მისმენ, მზად ხარ რომ შენი სიცოცხლე დათმო და სანაცვლოდ 1 მილიონი ადამიანი გადაარჩინო. ანუ შენი 1 ადამიანის სიცოცხლე, 1 მილიონი ადამიანის სანაცვლოდ. შენ მოკვდები, მაგრამ 1 მილიონი ადამიანი გადარჩება. სრული უმრავლესობა, ვინც რეალურად წარმოიდგენს მაგ სცენარს და საკუთარ თავთან გულწრფელი იქნება, უარს იტყვის. ანუ ჩვენ საცოდავ ცხოვრებას უფრო მეტად ვაფასებთ, ვიდრე 1 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს. ხო და იქნებდა დროა უკვე რომ დაფიქრდეთ. იქნებდა ზუსტადაც მაგიტომ განვიცდით და მაგიტომ ვარდებით დეპრესიებში, რომ მხოლოდ ჩვენი თავი გვიყვარს და მხოლოდ ჩვენი თავი გვეწოდება, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე არც ერთი ფსიქოლოგი არ საუბრობს და არ საუბრობს იმიტომ რომ უბრალოდ არ არის მომგებიანი.